23 აგვისტოს ბათუმის ხელოვნების ცენტრში საოპერო ფესტივალი გაიხსნება. ორგანიზატორი მსოფლიო ტალანტების საქველმოქმედო ფონდია. ღონისძიებაში მსოფლიო ოპერის ვარსკვლავებთან ერთად ბათუმელი სოლისტებიც მიიღებენ მონაწილეობას. ფონდის ხელმძღვანელის განცხადებით, ფესტივალის სტარტს ბათუმში აიღებს, მოგვიანებით კი ქუთაისსა და თბილისში გადაინაცვლებს. ახალი მე მღერი როგორც მოწვეული სტუმარი, მაგრამ ძალიან მომწონს ეს ფორმატი, თუმცა ჩემი მეგობარია. შოუ როგორც მან მოიფიქრა და გადაწყვიტა ესეთი ფესტივალის სახით, რომ გაეკეთებინა ბათუმში, ძალიან გამიხარდა. ეს კონცერტი ეძღვნება ფესტივალის გახსნის ცერემონიას. შემდეგ ფესტივალი გადაინაცვლებს ქუთაისშიც, გადაინაცვლებს თბილისშიც, მაგრამ ბათუმში ეს იქნება ზაფხულის საოპერო ფესტივალი და შემდეგ წელს უკვე იქნება საოპერო სპექტაკლების წარმოდგენა მაყურებლების წინაშე, იქნება რამოდენიმე საოპერო სპექტაკლი და გალა კონცერტები. 3 აგვისტოში იქნება გამოვლინება სწორედ იმ ფაქტისა, რომ აქ წარმოჩინდება ისეთი მომღერლები, ნახვა ექნება მაყურებელს, იშვიათობა იქნება ამით, იმიტომ რომ ესენი არიან როგორც კოვენ გარდენის, ასევე მეტროპოლიტენ ოპერას, ასევე დიდი თეატრის სოლისტები, იშვიათი არის ჩვენ ქვეყანაში, ასე ვთქვათ, მათი შეკრება არც ადვილი არის და ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ არის ეს ყველაფერი, რომ ასევე ქართველები წარმოჩინდნენ და მათ საშუალება მიეცეთ გამოჩენის გაზრდის თვალსაზრისით.